მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტებს, წარმოგიდგენთ ტრადიციულად ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და ჩვენი სტუმარი იქნება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჩვენი მეგობარი ბატონი გია ვოლსკი. ბატონი გია, გამარჯობა, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. და საუბრობთ ჩემი აზრით ესე ჩვენთვის საჭირო საკითხებზე, იმიტომ რომ პირველ რიგში ალბათ უნდა გავიაზროთ ის რეალობა, რომელიც ჩვენს უახლოეს სამეზობლოში მიმდინარეობს. მე ჩვენ ერთხელ ვახსენეთ აქ, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონფლიქტი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მიმდინარეობდა, დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება ჩვენს ესე ვთქვათ დასავლეთ სამეზობლოში, უკრაინას გულისხმობ შემთხვევაში. სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო თვეზე მეტია უკვე გავიდა მეორე სამეზობლოში, სამხრეთში, ასევე საკმაოდ მწვავე კონფლიქტი გეოპოლიტიკის პერსპექტივიდან, კი თითქოს უკვე გვაქვს რაღაც გარკვეული პაუზა, რაზეც შეთანხმდნენ მხარეები, რომ ორკვირიანი პაუზა იქნება ცეცხლის შეწყვეტით. თუმცა არ ვიცით ეს ცეცხლის შეწყვეტა რას ნიშნავს, რომ ჩვენ მსგავსი ტიპის კონფლიქტებში არაერთი განცხადება გვინახავს ხოლმე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მე ერთმანეთის მიმართ ბრალდება, რომ იმან დაარღვია, ამან დაარღვია. მოკლედ მოგვიწევს დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ იმუშავებს ეს ცეცხლის შეწყვეტა, იმიტომ რომ იმასთან ერთად რომ ამერიკა და ვთქვათ ირანი შეთანხმდა, რომ თითქოს ცეცხლის შეწყვეტა ექნება, ორკვირიანი მსგავსი შეთანხმება არ არსებობს ირანსა და ისრაელს შორის, ხო? და არ ვიცით გაგრძელდება თუ არა მათ შორის ვთქვათ დაბომბვები. ამიტომ საინტერესოა რა იქნება. უბრალოდ ამ განცხადებამ ცხადია, რომ რაღაც გარკვეული თვალსაზრისით თავისი გავლენა იქონია. თითქოს ის აპოკალიფსი, რასაც პირდებოდა ამერიკის პრეზიდენტი ირანს არ განხორციელდა, ამან ზეგავლენა იქონია ნავთობის ფასებზე, ეგრევე ჩამოიწია დაბლა და რაღაცა პოზიტიური ესეთი ნიშნები გაჩნდა, მაგრამ როგორც თქვი, უნდა დავალოდოთ და იმას. თქვენი შეფასება რა არის? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. საერთოდ უყურებ ხშირად იცით თქვენ პოდკასტს, საკმაოდ პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. დავაკვირდი და პოპულარული გახდა, იმიტომ რომ ექსპერტები ყავთ, გონიერი ხალხი, რომლებიც საკმაოდ სიღრმისეულ ანალიზს აკეთებენ იმ ინფორმაციის, არა მარტო რომელიც მოარულია და ტელევიზორებში, ტელევიზიიდან თუ სხვა მედია საშუალებებიდან არის ცნობილი, არამედ კითხულობენ სიღრმეში შედიან სხვადასხვა წყაროებს ადრიან და დასკვნებს აკეთებენ. პოლიტიკოსთან ამ საკითხებთან დაკავშირებით ლაპარაკი სიღრმისეული რთულია. პოლიტიკოსი რაღაც ძალიან ხმამაღლა ისმის ჩვენ სინამდვილეში მაშინ, როდესაც ხედავთ რას წარმოადგენს ზოგადად პოლიტიკოსის რესურსი რა უნდა იყოს, რომ იტყვის და გავლენას ახდენს მიმდინარე პროცესებზე. ეს თემაა, ესეც ინფორმაცია, რასაც გაწვდით. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ყველაფერს ვიხილავთ მოცემულობა, რა გვაქვს და მოცემულობიდან მოდელირებას ახდენ, რა პერსპექტივა შეიძლება განვითარდეს, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და რა პერსპექტივა ექნება ჩვენ ქვეყანას. ერთი სწორი სიტყვით მინდა ვთქვა რა, ჩემი აზრით მართალი სიტყვით, რა პერსპექტივაა გადარჩენის. კი ბატონო. აი ესე ვაფასებთ ამ სიტუაციას ამ რაკურსით და შიდა პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენში, დამოკიდებულებები, რა ტენდენციებია პოლიტიკური მოძრაობა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, მთავრობა როგორ უყურებს ამას, ერთმანეთთან როგორი სახის დაპირისპირება და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გარედან აი ამ მიმდინარე თემებმა იმითარებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასე რაღაც ისე გამომივიდა ექსკლუზივით რა, რომ ბევრი თემა არის ისეთი, რომელზეც სიღრმისეული ანალიზი საკმაოდ რთულია ჩემი პოზიციიდან გასაკეთებელი, უნდა მივიღოთ მოცემულობად. ახლა თუ კი სიღრმისეულად გავაანალიზებთ თვითონ პროცესს, თქვათ გარედან დანახულს, რასაკვირველია ჩვენ არც იმის მოლოდინი გვაქვს, რომ რახან ითქვა ეს შესრულება აუცილებლად და ჩამონათვალი გვაქვს იმ გარემოებების, რამაც შეიძლება შეაჩეროს ეს უბედურება, ესე დავარქვათ. ჩამონათვალში პირველ რიგში არის ინტერესი
ინტერესი რომელიც ხშირ შემთხვევაში არანაირი კავშირში არ არის ხალხების საზოგადოებების ინტერესებთან. არის რეალურად მესამე მსოფლიო ომი, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო, ენერგო ომი დავარქვათ პირობითად და რომელიც გულისხმობს ენერგორესურსების არა მარტო მოპოვების, არამედ სატრანზიტო მიმართულებებზე გავლენის მოპოვების მიზანს. ეს არსებობს, ეს მოცემულობა და როცა ამ კუთხით ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს, ვფიქრობთ, რომ ის მცირე დავარქვათ ჯერჯერობით პროგრესი, რაც სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახასიათებს, ეს არის ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის. იქით რომ გადავწყდეთ ახლო აღმოსავლეთში და გადავხედოთ, ყველა ქვეყანა სათითაოდ გავაანალიზოთ, ყველა პრაქტიკულად დამოკიდებულია ყველა ქვეყანა. ყურის ქვეყნები, რომლებიც ეჭობენ, რომ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მათი რესურსი შემცირდეს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე და გაიზარდოს ჩრდილო ამერიკის გავლენა, კანადის ჩათვლით სხვადასხვა უშველებელი რესურსი აქვს, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვენესუელას ნავთობიც უკვე აი ამ მოდელში შეიძლება მოვიაზროთ და შევაჯამოთ. ახლა ბევრი ისინი შემოვიტანეთ თემები ალბათ გაშლით თქვენ. რომ შევაჯამოთ, ეს არის რეალურად შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ ერთი. იგივე მეორდება, უბრალოდ ადრე ის არ იყო ენერგორესურსები, გაზი და ნავთობი და სასუქები და მეტალები, რომელიც ასე აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისათვის. არ იყო ურანის საწვავი და სხვა, მაგრამ მომები რაც ხდებოდა ზოგადად მსოფლიოში, ყველა იყო მიმართული იმისკენ, რომ კონტროლი მოეპოვებინათ სატრანზიტო მიმოსვლებზე, ამ ქონების გადაადგილებაზე, საქონლის გადაადგილებაზე, თანხების, ფულის, ოქრო, ვერცხლის გადაადგილებაზე და აქედან მიეღოთ შემოსავალი. ასე რომ ახალი არაფერი არ ხდება, უბრალოდ ბრუტალურია უფრო დაუნდებელია და გაცილებით უფრო ცივსისხლიანია, ვიდრე ერთ შეხედვით შეიძლება გვეგონოს. კი ბატონო, აი თქვენ მესამე მსოფლიო ახსენეთ, რომელიც დაიწყო უკვე და ცხადია, რომ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ხა გუშინდელი ეს შემთხვევაც, თქვათ, ამ რაღაც აპოკალიფსის დაპირებასთან დაკავშირებით და შემდეგ, თქვათ, შეთანხმებაზე რომ შევხედოთ და რომ გავიაზროთ მართლა, ხო, ეხლა ბუნებრივია რაღაცა თვალსაზრისით, ერთის მხრივ შეიძლება ვინმე ესე შეხედოს რაღაცა, თქვათ, ცინიკურად, რომ აი ვერ შეასრულა თავისი რაღაცა მუქარა და ასე შემდეგ, მაგრამ ჰუმანურად რო შევხედოთ ამასავე, ძალიან კარგი რომ არ შესრულდა ეს დაპირება და ძალიან კარგი რომ რაღაცა განიმუხტა. დროებით თუ როგორ იქნება და ასე შემდეგ, ძალიან კარგია, იმიტომ რომ რაღაცა რაციონალიზმის ელემენტმა მაინც იმედი მაქვს, რომ იმძლავრა. გესმენე შენ იმაში რადიო სივრცეში. ქონდა ამის შესაძლებლობა. გარდა ამისა, საინტერესო მონაკვეთებს ამ ანალიტიკური გადაცემებიდან რამოდენიმე თანაშემწე საერთო ვინც მუშაობს ჩვენზე, ჩვენ ფრაქციაზე და პირადად ჩემთვის და სხვებისთვის ამზადებენ საინტერესო მიმოხილვებს და პოდკასტებიდან საინტერესო ნაწილებს. რისი კითხვა მინდა რომ მაგრამ მაინც ფიქრობ რომ ხო, კი ბატონო. რისი კითხვა მინდა რომ მესამე მსოფლიო ომის ნაწილში, რატო ვახსენე ახლა ეს რაციონალიზმის საკითხი, რომ თითქოს რაციონალიზმიდან გამომდინარე ეს მესამე მსოფლიო ომი წესით არ უნდა გადაიზარდოს პირდაპირ დაპირისპირებაში გლობალურ ძალებს შორის. მათ შეიძლება იბრძოლონ ესეთი ფორმით რაღაცა პროქსი დაპირისპირებებით, იქ უკრაინა, ირანი, კიდე სხვაგან შეიძლება ტაივანი შეიძლება გაჩნდეს და ასე შემდეგ. რა სცენარებსაც განიხილავენ ხოლმე ამ დაპირისპირების, ხო, ესეთი გარდა იმისა, რომ თქვა ნავთობის სივრცეში იქნება, ვაჭრობის სივრცეში იქნება დაპირისპირებები და გადანაწილებები და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი ყველაზე ისეთი საკითხი არის ის, რომ
რამდენხან შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ეს ამის წინასწარმეტყველება საკმაოდ რთულია, მაგრამ აი ჩვენ რას შვებით აქ, იმიტომ რომ ჩემთვის მუდმივად საფიქრალ მდგომარეობაში შემოდის ის, რომ საქართველოს ასე თუ ისე რაღაცა მომენტში შეიძლება მოიაზრებოდეს რომელიმე მხრიდან პროქსი ძალად. ვიღაცის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. არ დავასახელებ არც ერთს, არც მეორეს ვის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასია და ცენტრალურ აზიას. ანუ არ ვამბობ მარტო ერთ კონკრეტულ ქვეყანას, რა, იმიტომ რომ ეს რეგიონად უნდა იმათთვის, ვინც გლობალურ ძალებად მოიაზრებიან, იმათთვის ეს რეგიონია და არა ერთი კონკრეტული ხალხი, ერთი კონკრეტული ქვეყანა და სახელმწიფო და ასე შემდეგ. ანუ აი ეს რეგიონი თავისუფლად შეიძლება მოიაზრებოდეს პროქსი დაპირისპირების არეალად ამ მესამე მსოფლიო ომის მიმდინარეობაში. იმ ხასიათით მიმდინარეობაში, როგორც ის მიმდინარეობს. საქმე იმაშია ჩვენი აზრით, ხლა ჩემი აზრით არსებობს, მაგრამ საერთოდ ჩვენი გუნდი ესე უყურებს ამ ვითარებას. რომ არსებობს ორი შესაძლო პოზიცია, რომელიც შეიძლება დაიჭირო ამ შემთხვევაში. ერთი არის, რომ მიეკედლო ვინმეს ინტენსიურად და როდესაც ჭადის მოტეხვას თხოვ, არც იცი რა ზომის ყველის მოტეხვას თუ როგორც არის ჩვენი მომიტეხე ჭადი, მოხიტეხავ ყველს. რა ზომის სამაგიერო ნაბიჯებს მოგთხოვს. დღეს თუ არა ხვალ თუ არა ზეგ. მაგრამ მიდიხარ ამაზე, ვინაიდან სისუსტეს გრძნობ რესურსების ნაკლებობას, რათა შენ თვითონ მოახდინო გავლენა შექმნილ ვითარებას. არის მეორე მიმართულება, როდესაც შენ არ ახარ მოუხერხებელი, ან მეზობელი, ან პარტნიორი არავისთვის. მოუხერხებელი რა მხრივ, იცი, თუ რაციონალურად მოგექცევიან, რაციონალურ წინადადებას მოგცემენ, შენ ასევე რაციონალურად უპასუხებ ამას და შეეცდები, რომ მისი, ანუ შენი შესაძლო პოტენციური ან არსებული პარტნიორის პირობითი ეგ სიტყვა ზოგადად მისთვის იყო რაღაცნაირად მიმზიდველი და მოსახერხებელი ურთიერთობაში. ცოტა უფრო სიღრმისეულად შეიძლება ერთსაც და მეორე მიმართულებასაც გავყვე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებლობის დიდი დოზით შენარჩუნება ეს არის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა, ვინაიდან შენ გარშემო ისეთ ინტენსიურად იცვლება კონექტურა, პოლიტიკური კონექტურა და ძალთა თანაფარდობები და თანაც შენ არ იცი შიგნით რა სიღრმით გეგმავენ და რისთვის ხდება ესა თუ ის განცხადება, რისთვის კეთდება, რომ შემდეგ რა მოყვება ამას ვერ აკეთებ ამის პროგნოზს. ეხლა სწორად დაიწყე თავიდან და მაშინაც რო გითხარი იმ ანალიზის ნაწილი მომცეს იქ რადიო სივრცეში რა იყო, მაინც შენს მოერიდე ისეთი ზუსტი დიაგნოზების დასმას, რომ ეს ამას ნიშნავს, ის იმას ნიშნავს, შესაძლო განვითარებებზე უნდა იფიქრო. როდესაც ტრამპი ლაპარაკობს ამა თუ იმენით, უხეშად, ექსცენტრულად, როგორც არ უნდა იყოს, ეს არის მისი ტიპაჟი, ეს არის ის ფორმა, რომელთაც იგი პოზიციას გამოხატავს, მაგრამ არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ამის უკან რაღაც თავქარიანობა ან სიმსუბუქედებს. იგივე ნავთობის ფასებზე და ენერგეტიკის ენერგორესურსებზე ფასების ცვალებადობა გარკვეულ ინტერესებს წარმოადგენს და ეს არ არის მარტო ინტერესი მოხოჭისა. ეს არის გავლენის სფეროების გადანაწილებაში აუცილებელი კომპონენტი, რომ ფინანსურ რესურსებს და ფინანსური რესურსების მოძრაობას აკონტროლებდა მსოფლიოში. გადავთარგმნით თუ არა ამას და ჩამოვაყალიბებთ თუ არა რაიმე ისეთ მყარ ფორმულას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკისათვის, ეს იყო ძირითადი შეკითხვა. და ესეთი მშრალი თუ ხისტი თუ როგორც კიდე დავარქვათ, კაფეო შეფასება ამ ხრივაც საკმაოდ ისეთი რთულია.
პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ ერთი არის უცვლელი ფორმულა. ეს უცვლელი ფორმულა მდგომარეობს იმაში, რომ შენ არავისთვის პროქსი რესურსი არ უნდა გახდე, რომ გამოგიყენონ. რაც შეეხება იმას, რომ ბირთვულ შეტაკებაზე და ბირთვულ დაპირისპირებაზე და კაცობრიობის განადგურებაზე საქმე არ მიდგება, ამაში ვერ დაგეთანხმები. განა იმიტომ, რომ ეს სურვილი მაქვს, ან რაიმე გამოცდილება მაქვს ისეთი, როგორ მექნებოდა გამოცდილება, ხო, გარედან არ უყურებთ ამ სიტუაციას. ჩვენც ამ სიტუაციაში ვცხოვრობთ. შესაძლოა ჩვენ არ გვჯერა განგების. არ გვჯერა უმაღლესი მართველის უფლის, ასე ვთქვათ. არც აპოკალიფსის ნაწილის არ გვჯერა. იმიტომ რომ ადამიანი არ არის განწყობილი იმისთვის, რომ ისაუბროს იმ ბავშვის კაქრობაზე, დაღუპვაზე, დანგრევაზე, რომელსაც ჩვენ უყურებ მძინარეს მაგალითად, ან ეთამაშები, ან სხვის ბავშვს უყურებ და სადმე ულაიქებ მაგალითად. ხო, ამ ვერ წარმოგიდგენია, რომ ეს შეიძლება დასრულდეს ერთ და ეს არის ის თქვათ გარდუვალი პერსპექტივა, რაც წინასწარ მეტყველება და გადადიხარ ყველაფერი გინდა რაციონალურად ჩამოაყალიბო და იმოქმედო. ეს ერთი საკითხია. და მეორე რა არის კიდევ გარკვეული სწავლება, თუნდაც რელიგიური ელემენტებით, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შენ უნდა იმოქმედო შესაბამისად იმისა, იმ წესებისა, რომელიც განაპირობებს შენს გადარჩენას. და აქ მორალს ძალიან დიდი წილი უკავია. ეს მორალი დაიკარგა. აქედან გამომდინარე საშიშროება იმისა, რომ შეიძლება მართლაც ისეთი განვითარება მოყვეს აი ამ პროცესებს. არის გაცილებით უფრო ესეთი საფრთხის შემცველი და მოსალოდნელი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, შენი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე არ უშვებ ამას, რომ არანაირად ეს არ მოხდება. და ის რაც გისწავლია, თქვათ, ან ბიბლიაში, ან ყურანში წაგიკითხავს, ან თქვათ სწავლებებია სხვადასხვა რელიგიური, ხო? ეს შენთვის გაგონებაც არ გინდა. და გადადიხარ გამოსავლის ძიებაზე და ეს გამოსავალი მიგაჩნია და არც იცი სწორად მიგაჩნია თუ არა, მაგრამ რაციონალურია. იყო ნაკლები რესურსების პირობებში იყო მშვიდობის ყოფილი. იმუშაო იმისათვის, რათა ურთიერთობები განვითარდეს, რათა ქვეყანაში სტაბილურობა იქნეს შენარჩუნებული. დიდ ბიჭებზეა დამოკიდებული მსოფლიოს მომავალი. რასაკვირველია, იმედი გვაქვს, რომ ის არ მოხდება, რაც ახლა მე და შენ განვიხილეთ, მაგრამ რაციონალური აზროვნება მნიშვნელოვან წილად არის გაჯერებული გარკვეული რწმენისა, რომ შენ თუ აესე იმოქმედებ, ის აქცდება, რაც არის სხვა სფეროდან. სხვა სფეროს, რელიგიის სფეროს გულისხმობ. აქედან გამომდინარე რაციონალიზმი და ეს სულიერება ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კონტაქტში მოდის, აი ამ ვითარებაში, რომელიც შექმნილია. რასაკვირველია, ამაზეც უნდა ვიფიქროთ, ნებისმიერ შემთხვევაში ამას შეიძლება გარკვეული პოლიტიკური შეფასება მისცენ, თუნდაც ეხლა რასაც ვლაპარაკობ დაუკავშირონ იქ პატრიარქის არჩევის თემას, ეკლესიაზე შეტევის თემას, ბევრ საკითხებს. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა ფორმულა ჩვენთვის არის ერთადერთი კონსტანტა და განუმეორებელი. არის ის, რომ საქართველოს უპირველეს ყოვლისა რასაკვირველია და დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარეშე
ეს არანაირად არ არის მიღწევადი. კი ბატონო, ვასიკო რაღაც ამბობთ წეგან და არ გაცალე. თუნდა გწელი არა, პირიქით. არა, ისიც არაფერს, მაგრამ მე აეთი რაც გიამრითიც დაიწყო და ის ჩვენამდე ვისაუბრეთ გუშინაც რომ ვამბობთ, რომ გიამრაც ძალიან დელიკატურად თქვა, სწორედ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე პოლიტიკას რომ იქნებოდა, მაგრამ მაინც საინტერესოა. აი სხვათა შორის მე გამახსენდა რომ ცნობილი გამოთქვა რომ მეფე შიშველია და რომ ხშირად გამოიყენება რომ ბავშვმა რო შენიშნა მარტო მაგის ამბავი ისიც არის რომ ბავშვმა თქვა ის რომ გულუყვილობა თორე იქ შეიძლება ბევრი ადამიანს იყო და უბრალოდ გარკვეული სიფრთხილის ამბავი ყველამ კი იცოდა შიშველი იცი რომ კი მაგრამ მაინც მეფეა ხო მაგრამ არა მეფეა არა მარტო შიშველიც და ხერო თქვა რომ არა მარტო შენ მოგაჭრს არამედ შეიძლება რაღაც უბედურება დატრიალდეს და რატომ აი გუშინდელი ფაქტი გვერდიდან შევხედოთ და უფრო შიგნით ჩამოვიდეთ რაც უფრო გაგვიხსნეს ხელს აი შევხედოთ მე ჩემ გამოცდილებიდან რასაც უყურებ პოლიტიკის და მედია გამოცდილებიდანაც მგონია რომ აი ეს დღეები კაი თქვათ მინახავს უფრო წავეც ხელისუფლებისათვის ბრძოლა და ყველას ერთად გვინახავს სამოქალაქო მიგვაქვს ნანახი ხო ბოლო და გავლილი მაგრამ ნუ კარგია ცუდია ესეა თობა გვახასიათებს და არა მარტო ჩვენ მაგრამ აი ეხლა რაც ეხლა ბოლო თუნდაც დღეებში ხდება და კვირაში ხომ ძალიან ახლო არის ეს ცეცხლი თიჩენ დაიწყე თუნდაც ეს გუშინდელი დღე არ არის ამისთვის მაინც და მეტ ბირთვული ამბავი რომ მოხდეს არა ბირთვული ისეთი ამბებია და ისეთი ძლიერი რომ ჩვენი შედეგების თვალსაზრისით ის ნამსხვრევი თან ჩვენი ზომიდან გვაყოფა და ნუ ეხლა ვერთვა ყველას გაუჭიროს გაჭირებულს გაუმარჯოს და ისაქტას მაგრამ მარტო ტორვილების ნაკადი და რაღაცა ჩვენ ეს ჩვენ ჩავთვალოთ რომ თან სოფლიო მასშტაბებს თუ გადავხედავთ და 2 და 3 და 4 მილიონი დევნილი სულ არაფერი აღარ არის და სხვა გახსოვთ სირიის მოვლენები არაბეთის მოვლენები როგორ იყო და მთელი ამბავი და ნუ აი სადღაც 14-15 მილიონი გასული უკრაინიდან ეს ხო ბევრ სხვა სოციალურ თემას წარმოშობს ავანტყოფობიდან დაწყებული მარტო ეკონომიკას არ ეხება ხო ეგ უკვე ადამიანთა შორის ურთიერთობების დამოკიდებულება აგრესია სოციალურ სტრუქტურას ეს ყველაფერი პროცესია ისეთი რომელიც მაინც აი მე მგონია რომ ეს არ არის კარგად აღქმული საქართველოში და უბრალოდ აქვს პრეტენზია რომ შეიძლება რომ მიწევს მე სოციალურად და არა საქართველოში არა აი წრებში რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობენ თითქოს აი არ არის აღქმული და მე დავაკვირდი ანედან ხა მე არც ოფიციალურად შეველია თქვა და ეს ხდება არა მხოლოდ ბოროტმოქმედებით უბრალოდ დავაკვირდი აი წმინდა უიცობით აი წმინდა უბრალოებაო აი ეგეთი თუ რომ არ არის აღქმული მაგალითად ეგეთი ესე ვთქვათ აი რაღაც ნარატივი შეერია მაგას ვიღაცამ გადაწყვიტა ან არ მოხდება მაგალითად მე ამის ვსვენდი დებატებს ახლა დებატებს თუ დისკუსიას და ძალიან ისეთი კონკრეტულ შემთხვევაში რა კუთხით დასვა ჟურნალისტმა და ძალიან კონკრეტულ პასუხს ითხოვდა იქ როგორ გამოვიდა და იქ თავიდანვე ადამიანმა დაიწყო მტკიცება რომ თვითონ როგორ არის ევროპულად გაწყობილი როგორ ევროპულ კულტურაზე როგორ და თავი დავანებოთ რომ იმ ლაპარაკში გამოჩნდა რომ ეხლა ვთქვათ არ იყო მისი ძლიერი მსახე ძლიერი მხარე უпростоრეთ ევროპულ კულტურაზე და ესე ვთქვათ ცივილიზაციაზე საუბარი სხვათა შორის ეს ფერების გარეშე თუ იტყვი წითელ ხაზად გაზდებს ბევრს ესე რო ეტყობა ხოლმე რომ ესე ატრიალებენ ამ სიტყვებს თუმცა ეს რა აი ცოტა სიღრმეში რო შევიდეს რა არის როგორ არის ეს ცალკე საკითხია გადავდოთ ნუ არ იცის არის მაგრამ ეს არ არის მოაზრებული და რა არის აი წარმოვიდგინეთ რომ გემი რომელიც უკვე რეალურად ძალიან ტალღებშია და მაქვს ახლა შენთან პრეტენზია რომ მეც მინდა რომ ვიყო კაპიტანი ნუ ეს ვერ დავიწყო აი მე მინდა რომ კავშტურმანი ვიყო შენც კი მეც ცოტა ხანი მეც მატარებინე ანუ ნუ ეს ბუნებრივია და გვაქვს მაგრამ აი რაღაცა გადათვით გადარჩენის ინსტინქტში თვითგადარჩენის ინსტინქტი აი ჯუნგლებშიც კი არ როცა გვალო არის ყოველ შემთხვევაში წამიკითხავ მე არ მინახები ხო კიპლინგსა ხო როგორ მიდიან იდეალურია მაგრამ არ არსებული მაგრამ იდეა ისე საინტერესო არის რომ ესე იგი მოკლედ იქ რაღაცა ზავი მაგრამ კაი ჯუნგლებში სხვა რა ვარ და ერთ გემზე ვარ ჩვენ სხვა გემი არა გვაქვს და ეს გემი აი ჩვენგან გუშინ მაგალითად
გუშინდელი დღე, როცა სოფლიოს პირველი პირი, თქვათ ესე, ამას ამბობს და ისი ამბობს, ესე ამბობს, იმ განზრახვით ამბობს, ამ განზრახვით ამბობს, ეგეთი სიტუაცია, რომ მე რამე ნაღულება გავიცინებ და მაინც თქვათ გავაგრძელებ სიტუაციაზე გიაბოლსკისთან კამათს, ცოტა სადგონივრული არ გონია რბილად რო თქვა, იმიტომ რომ ჩვენი კამათით საუბრით არ გადაწყდება, ხა პირველი პირი, როცა ამბობს, რომ შენგან 200 კილომეტრს შეა ის ქვეყანა, ხო, 250 კილომეტრშია. ამბობს, ეს უნდა ითხოვდეს დროებით, თუნდაც ესე თქვა შეჩერებას, იმიტომ რომ თუნდაც აი პროცესი, იმიტომ რომ იმ მოკლე ხანში საჭის გადამოცემის საშუალებაც კი არ არის, აი რო დაქვს. აი ეს არ არის აქ. იცი რა არის? მან ერთი მომენტია. არა, რატომ დაიცნობისვინე? რატო იცი, აი სახელმწიფოს მოწყობის თემაში, რომ ისთვისაც სახელმწიფო გაჩნდა საერთოდ და ვინახე რომ ესეთი გლობალური არცნობა თუ ესე ვთქვათ გაგრძელდა, აი რეალურად როგორი შთაბეჭდება და შეიძლება ჩვენ ყველა ვიცოდეთ და შიშისგან გამოკიერდა და ჩაი უბრალოდ აქ მახოს რომ შენეუნები რომ იქნება გავიდეთ აქედან და არა მე გარედან შიში თავი დავანებოდა იგონება არა როგორც კი იქნება მე საჭესთან დავსვენ შენ უნდა გადაგადო წყალში ეს არის ჩემი ესე ვთქვათ აი ამოცანა აბსოლუტურად იმიტომ რომ სხვა უნდა ჩავისვა ხო მაგრამ აი თემა არის რომ ჩვენ ეხლა რა შეთქვი რომ ეს გემი თუ არ გავიდა ესეთი სიტუაცია აი ეს იმიტომ რომ გუშინ მაგალითად მე აი ჟურნალი უყურებდი მე ეხლა ამას და მე შევაფასებ შენადგინა მე usmen კრებსი ჩვენცა გვაქვს ხო და ჟურნალისტებს აქეთ სხვასაც და მოგწონს არ მოგწონს ეს ჟურნალი გადამტანი არის რაღაც ინფორმაციის ხო კითხვის დასმისაცაც კი ამბავია ხო და წარმოადგენს რაღაც ქვეყნის სიტუაციას და აი მე დავინახე რომ საერთოდ არ არის აღქმული რომ 9 ბალიანი ღელვაა მინიმუმი ჩვენ გარშემო ესე ვთქვათ, ხა შეიძლება ორი კვირა გამოიდაროს, იმიტომ რომ სხვაგან კი ახდებოდა, შეიძლება რაღაცას ვერ ხვდებოდე. შეიძლება ვერ ხვდებოდე და რომ ვთქვათ, რა ხიფათი არის მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომთან მე კიდე რბილად ვამბობ, რო გეუბნებიან, რომ ცოტა უფრო გააქტიურდიოს. ინომრეჩი მეც გეუბნებიან, მაგრამ ჩვენი გააქტიურება რა არის და ვთქვათ, რასიზმს საქართველოში ვთქვათ 100 დრონი რო გამოფრინდეს. აი პირობითად ხო, ჩვენ და ეს 100 დრონი რო არაფერი არ არის სოფლიოში, ესე ვთქვათ, ღიური ნორმა არის 500-600 დრონი, იმასავე დაფრინავენ, ხო? და მე ამავე დროს ესე ლაპარაკი რო არა, ჩვენ ხო ჯარი არ გავაძლიერეთ ეს პასუხი რო გამოდიან ჩვენ ხო ჯარი არ გავაძლიერეთ, ესე იგი ეგეთი სიტუაცია ხო? ოღონდ თავარი თვითონ ჯარში არ წავიდეს არც ერთი. არა, ხო და თავარია ეს არის ხოლმე ხშირად ესე საუბარი ჩვენი ექსპერტები და ჯარი არ გავაძლიერეთ ჩვენ შეერაღებაზე არ არის ყურადღება ან მეორე დიდი პრობლემა მოდის შენ იმიტომ კი არ გეუბნება რომ ჯარი არ გავაძლიერეთ და საყოველთაოდ ამბობს ამიტომ რომ არ ესმის რომ ამ შემთხვევაში ჯარს თავის ფუნქცია აქვს და არც ვაჟკაცობა აკლია ჩვენ ბიჭებს მაგრამ ეს იმიტომ გეუბნება მაგას ყველაფერი კარგად იცის იმიტომ გეუბნება რომ საზოგადოების პირობითად თქვა ამომრჩევლის თვალში ეს უკეთესად გამოჩნდეს. ხო, მაგას გეუბნები. როგორც პატრიოტი და შენ გამოგაჩინოს როგორც აი შორეული სადღაც ჩარჩენილი გამოქვაბულში, რომელმაც არ იცი, რომ თურმე ჯარი უნდა ძლიერი იყოს. და საჰაერო დაცვის სისტემა არ აქვს. და ხო, კინის გუმბათი არ აქვს. კინის გუმბათი არ ქონია. ატომური წყალქვეშნავით არ აქვს, მე მგონია სამხედრო არა, გასაგებია, მაგრამ ამას არ გეუბნება, იმიტომ რომ თავისი გულუბრყვილობით მოსდის. გულუბრყვილოების არმიას ქმნის და ყოებავს, იმითი რომ ის თვითონ უფრო კარგი ტიპი გამოჩნდეს. ვიდრე შენ ეს არის ჩვენი უბედურება. ამას ამის დაძლევაში, ამაზე ლაპარაკი შეიძლება. მე ამბავი რა ვთქვი, იცი რომ და დავინახეთ ხო რომ ეს ერთი ნაწილი ბოროტა ჩვეო, მაგრამ დავინახე რომ დიდ ნაწილში ესაც პრობლემა არის. ეს უფრო ძიმე პრობლემა არის, მე რო იცოდე უცნაურობა შეიძლება. დიდ ნაწილში ვიზეც გავლენა აქვს ესეთ პროპაგანდას. ხო, რომ ადამიანები ამას დავინახე, ჟურნალისტი, ვითომ ექსპერტად რო აქვს, აი ექსპერტი ძალიან ხშირად ტელევიზორში სამწუხაროდ ჩვენთან როგორ ხდება, ვინაიდან ძალიან მოკლე სკამი გვაქვს და ტელევიზიებში ხო ვიტყვი ესეც საიდუმლოს ახლა. რადგან გასაც გამომჟღავნებ ესე იგი, მის არ იყოს რომ
ძალიან ხშირად ესე რაღაც ადამიანია და მოკავს იმიტომ რომ აი მოკავთ ესე იმიტომ რომ უბრალოდ ისაუბროს რაღაც ეკიდან არის თორე წინასწარვე არის ამბავი რომ დიდად საინტერესო შეიძლება არ იყოს ვიცი აზრი და მკვიდროდა ჩვენ თავს ექსპერტი ძალიან პირობითი რაღაცად იქცა და ეგეთი ამბავია მაგრამ არ არის გაცნობ აი მერასვამp რომ საქართველოში რაღაცის გამო აი პრობლემა დავინახე რომ არ არის გაცნობიერებული კარგად რა პროცესი მიდის და რატო სხვადასხვა დიდი ის არ მინდა გითხრა და პლატონს უწერიო ერთგან რომ თუ გინდაო რომ მარტო ის კი არ არისო რომ არასწორი აზრები იცოდესო სწორი აზრთან ძალიან ბევრი ყაყანი თუ არისო და ძალიან ბევრი ამბები ისმისო და სხვადასხვა ეს იგივე სიტუაცია იქნება და ადამიანი ვაინც ვერ მიხვდება რა არის მართალი და რაღაც ესე ისე ჩაიარა ახლა მეტი რა უნდა მომختارიყო რომ დროებითი მორატორიუმი ქვია ხო გუშინ ადამიანი და ისე პირველი პირი ამბობს რომ შენ გვერდზე მე მგონი აი მე როგორ აღვიქვი ცივილიზაციას დავამთავრე მე უნებოდა ჯახსევრესო მე მგონი თქო ეს ახლა საქართველოს მისამართით გააკეთა რომ იქნება ახლა მაინც ჩვენ დავფიქრდეთ შენ გვერდზე ლაპარაკობს ესეთი სიტყვები თუ ცივილიზაციას გავანადგურებ ხო ესე იგი დაანებე კაცო იმას თავი შენ დროებით ხო უნდა თქვა რომ მოდი მონატორიუმს გამოვაცხადებ ხვალდილის 6 საათამდე აი ხვალდილის 6 საათამდე გავჩერდეთ ახლა იქ თუ ახლა ხო ნათელია ეს ხო არ არის ცნობის მაყურებლის ამბავია როგორც არ უნდა ახსნათ რომ იქ თუ ტერმა არ აქცას და რაღაც მსგავსი თუნდაც მიახურული პროცესი დაწყებული იყო ჩვენთან ქვას რო ჩააგდებ ტბაში ეგერ გამოვა ნაპირზე ხო და ჩვენთან ახლა ეს რო აისახებოდა არა აი არ მოხდა ამის თქმა მინდა ეს არ არის მარტო ნუ აგეთი გამონათქვამიც არის ახლა პლატონი მოიგონა შენ არის ნათქვამი რომ თუკი სიჩუმეზე გაჩუმებაზე უკეთეს რამეს არ იტყვი შენი ნათქვამი გაჩუმებას არ აჯობებს ჯობია იყუჩო ამ შემთხვევაში ნათქვამი ხშირ შემთხვევაში კაცრავად რა ამ შემთხვევაში ნათქვამ გააჩნია ვინ ამბობს რა როცა შენ ამბობ მაგალითად ხო ვასიკო შენ ამბობ რაღაცას ინტელექტუალური ადამიანი ხარ ნაკითხი ხარ რაღაცები იცი ცხოვრებაში გამოცდილება გაქვს ცხოვრებისეული რაღაცა და ხედავ რომ შენ გარშემო არიან ადამიანები თუნდაც ახალგაზრდები რომლებსაც ეს ემოციურად აქვს ემოციური განცდა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და ცოდნა ნაკლები მაგრამ კიდე რაღაც საკითხები ახალგაზრდებზე შეიძლება გავაგრძელოთ საუბარი თუმეტეს ყოვლის მცოდნე არ ახარ მაგრამ გამომდინარე პრაქტიკიდან ამას რასაც უყურებ ერთი რამე უნდა გაითვალისწინო შენც მეც გიორგი ვინცაც ცოტა მეტი თქვათ მოგვეთხოვება ხო თუნდაც შელობისას როცა ეგ არ შეიცვლება არასდროს სულ ასე იქნება ხა ფანტასტების იმას თუ წაიკითხავთ ახლა რო აღარა გვაქვს შევედით ხანში თორე ახალგაზრდობაში რაც აგვიკითხე ახლა გვაგონდება მე მაშინ ახლა უფრო ისე ვკითხულობდი რა გართობის მიზნით ინტერნეტი არ იყო როგორც ამბობენ მაგრამ ფაქტია რომ მომავალს როცა ხატავენ თუ აპოკალიფტური ის არ არის დახატული სულ არის ადამიანები რომლებიც არიან უმაღლესი განვითარების ისეთები რომლებიც არაფერზე არ წკამათობენ და მხოლოდ რაღაც განვითარებაზე და სიწყნარეზე და კომფორტზე და მთელი კაცობრიობის რაღაცა კეთილდღეობაზე არიან ორიენტირებული ნებისმიერს გადახედეთ ანუ ეს მუდმივი ოცნებაა ხე არ შესრულდება არასდროს აქედან გამომდინარე ვამბობ რა პოლიტიკოსი ექსპერტი პოლიტიკოსი უნდა გამომიჯნოთ ერთმანეთისგან მე წარმომიდგენია აი თქვათ დედა რომელსაც ბავშვი ყავს ხელში ატაცებული და ჰაერში იყურება და იქიდან რაღაც უბედურება მოდის რაღაც ინგრევა იქ პეთქდება და ეს გარბის რა ბავშვი გადაარჩინოს ეხლა დედას პირობითად ვამბობ თორე მამაც შეიძლება იქ ვიგულისხმოთ ხო ჩემთვის სულ ერთია ირანელია ამერიკელია ებრაელია უკრაინელი თუ რუსი როდესაც ჩვენ ამ მორალური იმიდან უდგებით განზომილებებიდან მაგრამ დააკვირდით ახალ ამბებს და იგივე ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ იმან თქვა ეს
რომ ის რეგიონი აღებულია, რომ გავანთავისუფლეთ რაღაცა, შევეჭერით სადღაც. აქ უპირატესობა მოვიპოვეთ, იქ დავკარგეთ. ისტორიას ხო ესეთი ფრაგმენტები და ეპიზოდები ახასიათებს მხოლოდ. იმან გაიმარჯვა ამ ბრძოლის ველზე, იმან უკან გადავიდეთ კიდე შორს ჩავიდეთ ისტორიაში. მაგრამ ძალიან იშვიათად რომ ადამიანის კონკრეტული პიროვნების ბედია განხილული, ან მისი ცხოვრება აფეთქდა სადღაც რაღაც საწყობი. დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი ადამიანი დარაჯი ვიღაცა, ხო, სახლში ელოდებიან, თავის ფიქრები აქვს, რაღაც პრობლემები აქვს. ადამიანზე არ ჩამოდის დღევანდელი პოლიტიკა. ასე რომ შენ რაც არ უნდა შეაფასო, რომ იმას ესმის, ამას არ ესმის. აქ არის ძალის ჰეგემონია, დიდი თამაშებია, დიდი გადანაწილებაა და შენ არ ჩანხარ. აი ამ დიდ რუქაზე არ ჩანხარ, როგორც ასეთი. ადამიანის შენი მოწინააღმდეგე, მე ვიტყოდი მტერი რა, ხშირ შემთხვევაში მე მტრად ვიხილავ რა, არა ვარ რა, ეგეთი ბოლომდე სწორი ქრისტიანი, რომ იმასაც მოყვარეთ განვიხილავდე, ხო? ეს გარედან რომ დაინახო, იქ არავის არ აინტერესებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ამას შეუძლია რაღაც ისეთი ვითარება შექმნას, რითიც შენ ისარგებლებ. დანარჩენი შენი ბედი, შენი მოწინააღმდეგის ოპონენტის ბედი აბსოლუტურად არ აინტერესებს. არავის. ვინ ვის აჯობებს. თუ იქნება ქაოსი, შეიძლება მართვადი ქაოსი იყოს. იმიტომ პრაგმატულ მოთხრობებზე რომ გადავიდეთ რა, რეალისტურ მოთხრობებზე, უნდა შევაფასოთ შედეგით. შედეგი რა მივიღეთ? შედეგი 2008 წლის ომის მერე, მაგალითად დღემდე ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, ხო, ერთ-ერთი კი არა, მთავარი თემა ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების 20%. ეხლა ყველა ცდილობს რომ თქვას, რომ აი ეს ოკუპანტი, ოკუპაცია, პუტინის გვარი ახსენონ ხშირად. ვიცით, ოკუპანტია, რასაკვირველია, რაზეა ლაპარაკი, მტერია, მოწინააღმდეგეა. სტრატეგიული მტერია, მაგრამ ის იმას კი არ ფიქრობს, გიორგი გვიმრაძე, გიორგი ვოლსკი თუ ვასილ მაღლაფერიძე რას ფიქრობს მაგაზე. ის ფიქრობს, რომ მისთვის ყველაზე მოსახერხებელი გამოსავალი იქიდან, რაც მიშამ დაგეგმა, ან დააგეგმინეს უпроსწორად, არის ის, რომ დღეს რეგიონებს აკონტროლებს, რომელიც შავი ზღვის დიდ აკვატორიას მონიტორინგს უწევს, რომ ცხინვალის რეგიონში დგას მისი სამხედრო შენაერთები, რომელიც აკონტროლებს მილგაყვანილობის კილომეტრ და 200 მეტრს. იქ ვიღაც სამხედრო დაიღუპება რაღაც მოქმედებების გამო ან გადაიჭრება სადმე ან ავტოავარიაში მოყვება, ეგ აბსოლუტურად არაა საინტერესო. ვინ მოიგო კიდე? მოიგო სააკაშვილმაც. რასაკვირველია, წითელ ხალიჩაზე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ანტაგონიზმი შექმნა, პერმანენტული ანტაგონიზმი გლობალური დასავლეთის მოწინააღმდეგე რუსეთის სამეზობლოში. საგანგებოდ მნიშვნელოვან სამეზობლოში, თავის ჩრდილო კავკასია, ეს უკანა ეზოს თუ ბექიარდს, როგორც ეძახიან რა. აი ამ ვითარებაში ისეთი დერეფანია, რომელსაც გამოიყენებენ. იმ შემთხვევაში თუ კი ეს დაჭირდათ. ის რომ ჩვენ როგორ ვიქნებით ამ შემთხვევაში ნაკლებად აინტერესებთ. ნაკლებად კი არა, სულ არ აინტერესებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ამ დაპირისპირებისკენ რომ მოგვიწოდებთ, აი რომ გვეუბნებით, რომ ღია ფანჯარაა და თქვენ უნდა გამოიყენოთ და წადით იმის აფხაზეთი გაათავისუფლეთ ცხინვალის რეგიონი. ეს იმიტომ კი არ გეუბნება. რომ გაათავისუფლეთ. როგორ მართლა ჯერა რომ შენ ამას მიაღწევ. ხო, მაგრამ ამას რომ ქართველი იმეორებს, თანაც ესეთი ამაყი გიგაურის გვარით ადამიანი და სხვა კაი გვარების ადამიანები, ამას რომ იმეორებს, შეხედავ თუ რამდენად ბოროტი და დაუნდობელია ის რეალობა, რომელშიც უნდათ რომ ეს ახალგაზრდებიც ჩაითხრიონ.
ახალგაზრდებზე სპეციალურად აქცენტს ვაკეთებ. ხო, აი ეგ არის მთავარი თემა, დღევანდელ პოლიტიკას ეგ ახასიათებს და ჩვენ ამის იქით როგორც კი გავდივართ, რასაც ვეცადეთ დღეს. შეეც ვეცადეთ, ხო? ამის იქით როგორც კი გავდივართ, ხედავთ იმხელა ბობოქარ პროცესს ქარიშხალს, რომელსაც ვერ გადაურჩები თუ კი აქ ყოველ შემთხვევაში შენი გასაკეთებელი თუ არ გააკეთე. იგივე იაპონია, ხო, საუკუნეების განმავლობაში ამხელა იმპერია შექმნეს ჯერ. დანაწევრებულებიც როგორი მაგრები იყვნენ. შექმნეს კულტურული მემკვიდრეობა შეინარჩუნეს, ამხელა რაღაცები გაიარეს და ტექნიკური პროგრესის რამხელა დონეს მიაღწიეს მაინც, მაგრამ ცუნამია, რომელსაც შეათავსეს მასთან შენობები, რომელიც არ ინგრევა ესე ადვილად. მაგრამ წარმოიდგინე რა, იმუნიტეტიც ვერ გამოუმუშავდათ ხო დღემდე. ის რადიაცია გაჟონა ხო მაინც. კი მივიდა პრემიერი და თავი დაუხარა და ბოდიში მოუხადა ხალხს, მაგრამ და გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდა უშველებელი. ხა ტერიტორიულად შედარებით პატარაა, მაგრამ რამხელა სიძლიერის, რამხელა ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყანა. შენ რა გაქვს მოცემულობა, გაქვს კულტურული მემკვიდრეობა, ემოცია, ტრადიცია, რაღაცით მოდიხარ და ინარჩუნებ ერთობას, შენ გაქვს ეკლესია, შენ გაქვს ამ ეკლესიის მიმართ სხვა კონფესიების პოზიტიური დამოკიდებულება, ტრადიცია შემორჩენილი, თავის უბედურებებით, რასაკვირველია ბევრი იყო, მაგრამ ამით დგეხარ. ეს უნდა შეინარჩუნო. ამის იქით შენ რესურსი, არც გუმბათი და არც წყალქვეშა ნავი არ გაგაჩნია. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, მით უმეტეს ესეთი პოპულარულ პოდკასტში თუ ნებისმიერ სხვა თემაში, უნდა ვისაუბროთ იმ რესურსის გაძლიერებაზე და გამაგრებაზე და შენარჩუნებაზე, რომელიც ჩვენი ნაწილია რაღაც აი ამ ბობოქარ სამყაროში. ეს მაინც გქონდეს წესრიგში, რომ თუ კი ზემოთ დალაგდება, შენ იყო მზად იმისათვის, რომ გააგრძელო ცხოვრება და გააგრძელო პროგრესი. მე მგონი რთული ფორმულა არ შემოგთავაზა, ხო? კაი რამე ახსენეთ და აი მართლა მომინდა რომ უკვე პოლიტიკის პერსპექტივიდან შევხედოთ ამას. პოლიტიკის როგორც აი თქვა დაგეგმვის რა, რომ აი რას ვაკეთებთ ჩვენ და როგორ გეგმავთ და როგორ უყურებთ. როგორ ხელგისლიან ამის დაგეგმაში. ხო, თუნდაც იმენ ანუ შეუძლებელი არ გვიშლიდნენ ხელს, ესეც უნდა ვთქვათ. ეხლა ობიექტურად უნდა ვახსენოთ, რომ ჩვენი ინტერესისთვის არავინ არ გაისარჯება და აუცილებლად საკუთარი ინტერესის პერსპექტივიდან შეხედავს ყველა და რასაც დღეს უყურებთ, ანუ ეხლა მაგალითად შეიძლება 90-იან წლებში რაღაცა იდეალიზმი არსებობდა, ილუზიები არსებობდა და თქვა შეიძლება გაითვალისწინებინა ვიღაცა შენი ინტერესი, იმიტომ რომ არ არსებობდა ეს გლობალური დაპირისპირება, აღარ არსებობდა ეს თქვა. იყო რა ქვია მაგას ამ უნიპოლარული სამყარო და ნუ რაღაცა თქვა კაი იყო საქართველოს რაღაცა იქ პატარა ესე გავაკეთოთ, მაგრამ როცა უკვე აღარ არის უნიპოლარული სამყარო, არსებობს გლობალური დაპირისპირება, ამ გლობალური დაპირისპირების კონტექსტში დაგინახავს ყველა. მტყერიც და მოყარეც, ხო? ანუ ვისაც შენ მტერს უწოდებ და ვისაც შენ მოყარეს უწოდებ. მაგრამ საინტერესო რამეები ახსენეთ, აი მაგალითად აფხაზეთის თემა, ოსეთის თემა ახსენეთ და რუსეთის ინტერესი და სააკაშვილის წარმატება ამ შემთხვევაში. ხო, წარმატება იმ მესმის რა გაგებითაც თქვით რა, ანუ ის რომ ის რაღაცა პედესტალზე აიყვანეს, რომ აი ეს არის ფრონტ ლაინში რაღაცა აი ამ დასავლური დაპირისპირებისა რუსეთთან, ხო? და აქ იყო ერთი მომენტი კიდე ესეთი, რომ აი მაგალითად დიდი ხნის განმავლობაში სააკაშვილი და მისი გუნდი გვიმტკიცებდა, რომ ცხინვალის რეგიონი არ აინტერესებს რუსეთს. ანუ ადვილი იქნება იქ იმის დაბრუნება რაღაც ესე შემდეგ. განცხადება იყო მაგაზე, მინდევს ეს დოკუმენტი. განცხადება გააკეთა სააკაშვილმა. ამის თაობაზე მე თვითონ რუსებმა მითხრეს ჩემთან საუბრისას წამოწდათ. და რამოდენიმეჯერ იმეორებს და ეს განცხადება გააკეთა. ისა მაინც ფაქტისთვის რო ვიცოდეთ ახლა შლიან მეც რაც არა
სტუდენტი ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, ეს არის ადვილად ამოსაღები კბილიო და ახლობით იანვარში ორყეული კბილიო, რომელსაც ძალიან ადვილად და ეს აბსოლუტურად იყო ეს შიგნით ეს რწმენა რეალურად. აფხაზეთზეც იყო ნათქვამი, საკრებულოში ქონდა შეხვედრა დევნილებთან და თუ კი სწორ არჩევანს გავაკეთებთ, ანუ მე თუ ამერჩევთ პრეზიდენტად, ჩვენ შემდეგ შეხვედრას ჩავატარებთ უფრო თბილი კლიმატის პირობებში და თქვენ მიხვდით სადაც იმათმა ვიღაცამ დაიძახა დარბაზიდან ღმერთმა ქნას და მან უპასუხა ღმერთი კი რასაკურველი, მაგრამ ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ხო და დედაქალაქის გადატანაზე წყავს. მე გარანტიას გაძლევ. ხო დედაქალაქის გადატანაზე. დედაქალაქის გადატანაზე მისგან ნათქვამი არ მახსოვს მართალი. კი ბატონო. მაგრამ საით მიმყავდა ხა ეს ობ. მე თქვენ ახსენეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ის ამტკიცებდა, რომ არ იყო საინტერესო თითქოს ცხინვალის რეგიონი რუსეთისთვის, თქვენ ახსენეთ აი გასადენები, მისი კონტროლის გასადენი, ნავთობსადენი, მისი კონტროლის შესაძლებლობა ტრასასთან უახლოესია, ანუ ის ოკუპირებული ტერიტორია პირდაპირ არის ტრასასთან გადის და თუ ავწდები რკინიგზის ნაწილი უფრო ახლოს გადის ვიდრე ისე ვთქვათ საავტომობილო მაგისტრალი, ხო? და ამას დავუმატებდი ახლა მე იმას, რომ ანუ მაგალითად ცხინვალი ჩემი აზრით თუ სამხრეთ კავკასიას შევხედავთ რუსეთისთვის თუ მეტი არა დაახლოებით იგივე მნიშვნელობისა, რაც აფხაზეთია, როგორც თქვათ შავი ზღვის დაბალანსების ნაწილში ნატოსთან მიმართებაში. არაფრით ნაკლები არ არის, იმიტომ რომ აქედან შენ შეგიძლია ერთი რო აი ამ მარშრუტების კონტროლი, მეორე მთელი სამხრეთ კავკასიის ვიდრე ირანამდე კონტროლი, სარაკეტო სისტემებით, სადაზვერვო სისტემებით და ასე შემდეგ. ანუ შენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული სივრცე იმისთვის, რომ შენ წვდომა გქონდეს ცენტრალური აზიის, კასპიის რეგიონისა და შავი ზღვის რეგიონის კომუნიკაციას. ამიტომ ეს რაღაცა კიდე არის ერთი ნიუანსი. აფხაზეთის და ცხინვალის შემაერთებელი ხაზი ჩრდილო კავკასიასთან საზღვარს. ხო. აკონტროლებს მთლიანად რა რუსეთი ამ შემთხვევაში. ადრე ესე იყო რა, იქ საზღვარზე ჩვენი მესაზღვრეები და რუსი მესაზღვრეებიც რაღაც პარიტეტულად აკონტროლებდნენ სიტუაციას, ერთმანეთთანაც ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ დღეს ახლოს ვერ მიხვალ, გესვრია. აქედან გამომდინარე ამ ჩრდილო კავკასიის საზღვრის კონტროლი მათთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და გაამკაცრეს აქ. იცავენ საზღვარს, თავისი საზღვარი უნდა დაიცვან რასაკურველი, მაგრამ ძალიან აგრესიულები არიან. ისეთები, როგორიც საწყობთ, რო იყვნენ. კი ბატონო. ხო შესაბამისად იმიტომ რომ შენ არ უყვარ. თუ შევხედოთ ამ სტრატეგიულ ამოცანას ერთის მხრივ, რაც აქვთ მათ, ანუ რისთვისაც ეს ტერიტორიები მათ სჭირდებათ, ხო, რა თქმა უნდა. ერთი ეს ნაწილია. მეორე ნაწილია ის, რომ აი სააკაშვილმა წარმატებას მიაღწია ის ფრონტლაინში აღმოჩნდა ამ დაპირისპირებისა, ხო? და ესე მოიაზრება რა, დასავლეთსა და რუსეთს შორის ფრონტლაინ არსებობს დაპირისპირება და შენ ან ფრონტლაინში ხარ, ან არ ვიცი, ან არ აინტერესებ ვიღაცებს. და ამასთან ერთად ის გადანაწილება და ის რეალობა, აი წეგან რო თქვით, რომ მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით მაინცო რაღაცა წინასწარმეტყველებები და რაღაცეები მანდაც მოყვებით თლიანად, მაგრამ ერთი მომენტია, რომ წინასწარმეტყველებას, საღვთო წინასწარმეტყველებას არ აქვს დადგენილებითი ხასიათი, ის არ განაწესებს, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება. ის წინასწარმეტყველება წინასწარმცოდნეობითია, ანუ მან წინასწარ იცის რა მოხდება და არა ის, რომ მან დაადგინა, განგვიწესა, რომ ასე უნდა იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე საბოლოო ჯამში ჩვენ რამდენად სწორად მოვიქცევით. ხო, ჩვენ რამდენად სწორად მოვიქცევით. არა, გეგმითქო. კი ბატონო. ამიტომ ჩვენ თუ სწორად მოვიქცევით, ეს დადგენილება არ იქნება, რომ გინდა თქვენ კი მოიქეცით სწორად, მაგრამ მაინც ასე უნდა მოხდეს. ეს ასე არ ხო, ასე არ უყურებს ღმერთი ამბავს და შენ უნდა გააკეთო ისე კი ბატონო. ამიტომ რადგან ეს შეიძლება მაინც ასე იყოს, რომ არ დაეცნენ ერთმანეთს, მაინც ისე პროქსი დაპირისპირებები იქნება უფრო მისაღები ყველასთვის რა, რომ აი ერთმანეთს არ ესროლონ რაღაცა განსაკუთრებული, მაგრამ აი ესე შეუჩხიკინონ სულ საიდანღაც აქედან იქიდან და ასე შემდეგ, ხო? რა რესურსი გვაქვს ჩვენ
დეესკალაციის. აი ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მოვახდინოთ ამის განტვირთვა, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ ფრონტლაინ. აი მიშამ რითიც წარმატებას მიაღწია, პირიქით ვქნათ. ახლა ჩვენ არ მოვხდეთ, ანუ ამ პედესტალზე ჩვენც არ ავიდეთ რა, ესე რომ ვთქვათ. ანუ რა რესურსი გვაქვს ამის და რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. ახლა მე არა მარტო იმიტომ რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი ვარ, ჩვენი რესურსი არის ესე პრაგმატულად და ამ განზომილებით მოაზროვნე ხელისუფლება. ხაც ისე ბანალურად მინდა გამომივიდეს და არც პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილში რა რესურსი, აი შენც რო ამბობდი ახლა ხე ჩამოაყალიბე და საკამათოდ გერგები, აი რა რესურსი შეიძლება იყოს, აქ არის ერთი თემა. რომ თუ ჩვენ შევძელით ამ შემთხვევაში ხელისუფლება რომელიც მოგწონს თუ არ მოგწონს იმდებს მეუყვება აი მომენტამდე მაინც სანამ გლობალურად დაცხრება ეს ოკეანე აი როგორც ნოეს წარღუნა რომ მიდის ასე ვთქვათ მე სოფლიო ოკეანე გლობალური წარღუნა მიდის ხონდა დაშუშტეს ეს დიდი ბიჭებთან აი მომენტში ჩვენ თუ გამოვედით ესე ვთქვათ მაქსიმალურად დაუზარალებელი ეს და ბრძოლა ხა შინდა რაც მედის რაც გითხარი რომელსაც აყოლილები არიან არ მინდა ბრიყვები ვთქვა გამოუცნობიერები არ არიან ბრიყვები არა ეს ვინც არიან აყოლილები თქო იმ ბოროტებს ისინი არიან მოდი ახლა შენ აი აწი აფრები და აი ამ კლდეს გმირულად არტყი რატო იცი რაზეა ერთია რომ ერთი მათ შორისაც ხა ხო ვიცოდღა მათ შორის ვიღაცა ფიქრობს კლდეს რომ არ ტყავენ მე ვიტყვი აი შე კაპიტანად არ ვარ გიხარ და მე იქნება კაპიტანი გავხდე თუნდაც ან ნავზე გადავждები თუ არა და მეორე ნავი ხომ აქ აგერ და მე დავალებას ხო შევასრულებ გადავარეგერ და იმ კუნძულზე ხომ აქ ეს არის ძალიან მარტივი სქემა ეს არის უმარტივი იმიტომ რომ ჩვენთან თქო მე რატო დავიწყე და გითხარი არ არის რეალური ვითარების აღქმა აი თემაში აი ეს ყველა ნაბიჯზე ჩანს აი ჩვენ ვიწყებთ ხოლმე აი მოღალატე მაგალითად ის ახალგაზრდა გოგონა ხო რომელიც პრაქტიკულად ნუ აი ყველანაირად ეუნებოდა ირანის ელჩს რომელიც ესე იგი ბილად უვლიდა და ხა სპარსული დიპლომატია აქ კაივლე გამოვიდნენ ცივილიზაციას უწუნებენ ახლა სპარსელებს ახლა პოეზიას და დიპლომატიას მაინც უნდა უწუნებ ხო ახლა ესე ვთქვათ რაღაცა და იმ გოგონამ ნამდვილად ესე ვთქვათ აი გულწრფელად რაც დაავალეს იმას აკეთებდა უყურებდი და არ მინახია ხოლმე ეგეთი საწუხაროდ გვაქვს ჩვენ ბევრ სფეროში გვაქვს ეგეთი რამე წარმოუდგენ არ ქონდა ესე ვთქვათ რაზეა საუბარი აი თუმცა ხარისხენად აკეთებ ხო აი რო უთხრა რომ აი ბრეკეთ რა ქალბატონო ისა მარგარიტა ბოთლი თავში არა ბრეკეთო თავი რომ აი ესე ჩვენი აი ეს რესურსია რაზე ნახე როგორ აი ჩვენ ამ წუთში ნახე როგორი ვითარება არის აი ამბები ვთქვათ რომელსაც ჩვენ არ ვიჩნდა ევროპაში რა პროცესი მიდის ევროპაში პროცესი მიდის რომელიც და არ უნდა ამას ახლა რომ დაждები ახლა და მე იცი ევროპაში მეგობარი ყავს ადგილ მეგობარი გადაშალე სააგენტოები და ნახე ევროპის ლიდერებმაც კი არიციან მე-13 და მე-4 დღეს რა მოხდება ნამდვილად არიციან ეს არ არის სიტუაცია და იბდევიან რაღაც პროცესები ვითარდება, შიდა პროცესები ვითარდება, იქ პოლიტიკური პროცესები ვითარდება, მთელი ამბებია. როგორ იქნება რეიტინგები ეცემა, იქადა. ამ ხელა პროცესს უყურებთ, აქ გადის, რომ ნატო შიგნით ადამიანები ამბობენ, ისინი კი არ ამბობენ. აქ და სხვაჩოს აქ ერთი ამბავია ხოლმე, აქაც ყავს ესე გატეხავენ, რომ როგორ დასვით ეგ შეკითხვა და მე საერთოდ თუ გინდა არ გავჩერდები, თუ გინდა საერთოდ ვიტყვი და თუ გინდა გამოვაკრათ ახლა პლაკატი დიდი, რომ ნატო და კიდე მივაყოლოთ და თქვათ რაღაცას, მაგრამ ჩვენზე საერთოდ არ აქვს ამას მნიშვნელობა. თვითონ ვინც უნდა ამბობენ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს საქმე აღარ მიხსენოთ, როცა იქ ისეთი პოლიტიკოსები ამბობენ, როცა იქ ესპანეთი ამბობს, ვიღაცა ამბობს, შენ ხონა მინიმუმი დაფიქრდე, იქ ეს ხდება. ამერიკა როცა ამბობს, რომ მე იქ იაპონიასთან მაქვს ჩემი პრობლემები, ამბებია. აგერ შენ გვერდზე ესეთი ამბები და ჩვენ მაგალითად ამ დროს მე ამას აქ ვბრუნდები და ამ პროცესში, როდესაც ხუნდა აი შენი მოგწონს თუ არ შენი თამაშო და უცებ შენ გინდა რომ შემოიტანო მაგალითად ესე ნარატივი რომ ჩვენ უცებ ირანთან ურთიერთობაზე ვიბჯელოთ რომ ხალხო ვიზე ლაპარაკო ჩვენ რომ შახაბასი რომ შემოგვესია და მე ნამდვილად მაქვს პრეტენზია უცებ ხალხს ამბობს პრეტენზია ვიც მილაპარაკები ხოთ ესა რომ ემოციურად ლაპარაკობს რომ მან არ იცის ეს ისტორია და მეტიც ძალიან დიდი ისინი აქ იქ დაშვებული ეგრე ჩვენ
შეგვიძლია ჩამოვალაგოთ, საერთოდ შეგვიძლია რომ კუთხეებიც კი არ ველაპარაკოთ ერთმანეთს, ესე თუ დახვალეს ეგ და საერთოდ ადამიანები შეიძლება საერთოდ არ ველაპარაკოთ ერთმანეთს და მეცაც გეტყვი ამ ლოგიკით სოფლიო არ უნდა ელაპარაკოს საერთოდ ერთმანეთს. ეს როგორ არის, იცი რომ შენ ახლა თან ჭადრაკი ითამაშე გეუბნები, მაგრამ თან იცი რა აი ამ პაიქსელი არ მოკიდო, იმასაც არ მოკიდო და თან რა არის საინტერესო. აი აქეთკენ გონია რომ ეს მე მაგალითად ვერ უყურებ ამ დებატებს მთლიანად ისე როგორც ერთი ადამიანი რომ ამ ფუნქციას ასრულებს უფრო ავიყავდი ახსნა საინახე პროცესი არის ჩვენ ახლა გვჭირდება რომ მაქსიმალურად მივხვდეთ რა და გავიაზროთ რა პროცესი მიდის ესე ვთქვათ აი ნახე აღმოჩნდა და ჩვენ აქ ახლა ესე ვუყურებთ აქ რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტი საუბრობს. მე იმას კი არ გეუბნები რომ წავდი და დაელაპარაკე. ის საუბრობს. თურმე ირანი და ამერიკა საუბრობს და ყველაფრიდან ჩანს რომ ის ყოველგვარი პაკისტანის გარეშეც შვენივრად საუბრობდნენ ერთად. ნუ ყოველ შემთხვევაში მან საუბარ. ის საუბრობს. ეგეთი სიტუაცია ჩვენ როგორც ესე გვინდა რომ ხელს გიჭრი რა როგორც ქურდი პამიდორს არ შევჭამ და პრიმას არ მოვწერ ნუ დადიოდა ჩვენ ახალგაზრდობაში ეგეთ იცი რა ხელს შენ თუ შენ დაელაპარაკე შენ ესეთი სიტყვა თქვი შენ იმ წუთში არა თქვი აბა არ შეაგინე ეს იმ წუთში ეგეთი ხო ეს როგორი მარტივი რაღაცაზეა იცი გათვლილი მე ასეთი კითხვას დავსვამდი ახლა გამახსენდა აი მაგალითად შემოვიდა ერთხელ რო ახსენე თორე მაგის ცუდი კი არა რა პლატონს რო სუ დიალოგები რო კაი კაცი რო სოკრატე კითხავს და ის ეკითხავდა მაგალითად შენ რომელი ხელისუფალი გირჩევნია რომელიც წავა საზღვარზე დადგება და შეაგინებს თუ რომელიც დაითანხმებს აბა ეტყოდა და მიყავს ხოლმე იქამდე შენ პრაქტიკულად როგორი გინდა შენ მესამე სართულიდან ჩამოსვლა რო გინდა როგორ გირჩევნია სწრაფად გინდა რომ გადმოხვდე მესამე სართულიდან თუ იქნება კიბით ჩამოხვიდე მოხვიდე მოაყუდო აი ჩვენ ეს პრობლემები გვაქვს აი ეს რესურსი გელაპარაკებ ჩვენ გარეთ ისეთი რესურსები რომ ჩვენ ახლა აქ ან ჯარის მობილიზება გავაკეთო არა რესურსი ჩემი პირველ რიგში ინტელექტუალური რესურსია გადაწყვეტილების უნარია აღვარტყავს რამე და საფრთხე გვაქვს ჩვენ აქ შიგნიდან ოღონდ შიგნიდან მე რომ ვსვავობ ნუ ყველა დაინახოს რომ ეს არ არის სათამაშო საფრთხე იქ ხო გვარწმუნებდნენ უკრაინასთან რო იყო რომ არაფერი არ არის არა გეჩვენებათ ეს არაფერი თქვენ არ რას ლაპარაკობ ეს ბომბის ისთან რაცაც ვკითხულობდით თავი დავანებოთ რასაც არ ვკითხულობდით და რაც ხო უნდა დაუშვა რომ ხელისუფლებამ იმიტომ კი არა უფრო ჭკვიანია რაღაც არის ჩვენ მაგალითად ამ ტელევიზიაში ხდება მეტი ვიცით საწყენი კი არ არის იქ რაღაც არის და ეს კი არ ნიშნავს რომ ამბავია ხო რაღაცა კიდე რო გეუნებიან რომ ესეთი აბა მითხარი აბა დამიდასტურე აბა მითხარი რომელმა ელჩმა გითხრა ხო ნუ იმიტომ დაგიჭირეთ ხარი რომ იმედი ქონდა რომ მეტი გეცოდინებოდა და სწორ ანალიზს გააკეთებდი მაგრამ ესეც ხო უნდა დაუშვა მე პირდაპირ გითხრა რომ არ უნდა გამოვიდეს ახლა ხელისუფალი არ უნდა იყოს და არ უნდა თქვოს რომ აი ამ ელჩმა აქ მითხრა 16 საათსა და მე ჩაწერილი მაქვს და აჰა დამიდე ეხლა აი ამას გეუბნ ჩვენი საფრთხე არის ეს აი ამ ვითარებ მე ესე ვუყურებ მაგიტომ რომ რაღაცა თემები რომელიც აი აბსოლუტურად მავნებლური მიმაჩნია იმაზე კომენტარიც არ მინდა რომ ხო აი გაჟღერებაც არის რაღაც თემები რომელიც გუშინ წინ გაჟღერდა ამ ადამიანების მიერ რომელიც არც კი მინდა რომ ამაზე კომენტარი კეთდებოდეს მე მგონი პრაქტიკული მნიშვნელობა სწორედ აი ამ თემაზე ლაპარაკს აქვს რომ საზოგადოება ვინც გისმენს ძალიან ბევრია ესეთი ვინც გიყურებს გაანალიზებს სად მართალი ხარ თვითონ თავისი ფიქრები აქვს გონია რომ ჩვენ მაგივრად აქ რო იჯდეს უკეთესად ილაპარაკებდა და შეაფასებდა ესეა ყველგან ფეხბურთის გუნდიდან დაწყებული დამთავრებული დიდ პოლიტიკურ თემებზე მაგრამ არსებობს კიდევ ერთი სახის კამათი, როდესაც ზუსტ მეცნიერებების იმაში ხარ, სფეროში. კამათობს მათემატიკოსი მათემატიკოსთან. კამათობს გამომგონებელთან ფიზიკოსი, ასტრონავტი და ასე შემდეგ. ის რო არის რა. ეს არ არის ჩემთვის ჭეშმარიტება შერეკილებში რო არის. ამ ფილმის გენიალურობაც იმაში მდგომარეობს, რომ შერეკილები ქვია ამას ყველაფერს და ვისთვისაც ჭეშმარიტება არ არის, უნდა გაიგოს, რომ სიყვარული არის ვერტიკალური და თანაც ბრუნვადი და დამთავრდა იქ ყველაფერი.
აი ეს არის თემა თვითონ და ამ სცენარისტისას და რეჟისორის გენიალობაც ამაში გამოიხატება. ვინც ამ ფილმს უყურებს და გამოვა კინოდარბაზიდან, რაღაცით გამოდეს, იცი? აქედან გამომდინარე ყველაფერი პოდკასტია, სატელევიზიო გადაცემა, მხატვრული ფილმია თუ სპექტაკლი. გამოდიხარ იქიდან იმ რაღაც დამატებითი ინტელექტით დატვირთული, რომელიც არ გაძლევს საშუალებას, რომ გარდაიცვალო და გადაიჩეხო. ასე იყო ისტორიის მანძილზე. ესე გადარჩა საქართველო. სხვა ქვეყნები სხვანაირად გადარჩნენ, მაგრამ გადარჩნენ. იყვნენ მიკედლებული, იყვნენ გარკვეულ თემებში, იგივე საქართველოში შეგნით. გახსოვთ, ერთი მე არ მინდა დავასახელო რაღაც ისტორიკოსების ლუკმა შევჭამოთ აქ. მაგრამ ერთი მეფე იყო ლოიალური, კულში ქრისტიანი და დღესაც და სწორადაც ობიექტურადაც ერთ-ერთ უდიდეს მეფედ ვაფასებთ. მეორე მუდმივად შეუგუებელი, მუდმივად მეომარი, თავისი სისხლი უამრავი ხალხი განადგურდა და ისიც გმირია. ხო? და არის კიდევ ბალანსი აი ამ მდგომარეობაში, არასდროს ქედმოხრილი რაღაცა ტყუილებით თუ სიცრუეებით მოძრავი ადამიანი. ან ადამიანების ჯგუფი, არამედ იმ ღირსეული მემკვიდრეობით მოხვედი დღემდე, სადაც თავისი ადგილი ქონდა ყველაფერს, ხო? აქედან გამომდინარე, მე საერთოდ მგონია, რომ კიდევ ერთხელ მინდა დავბრუნდეთ რა იმაზე, რასაც ჩვენ თქვი, ამაზე კომენტარსაც არ მოვითხოვთ. კომენტარი სწორედ აი ამ თემებზე კომენტარს აქვს, შედეგი თორე. საერთოდ საკაცობრიოზე, რაზეც ეხლა შენ ლაპარაკობდი, ხო? რასაკვირველია, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ რაღაცა გადავცეთ იმ მსმენელს, მე თუმეტეს თუ მოხდა და ახალგაზრდა. მაგრამ რეალობა შესაძლებელი გაცილებით უფრო ცივსისხლიანად არის. მე გეუბნებით თქვენ. ნუ კაცო, მე გეუბნებით რა, ამ შემთხვევაში, აი ამ შექმნილ ვითარებაში, ერთადერთი პრობლემა შეიძლება დაინახო მაშინ, თუ კი იდეალურ სურათს შექმნი, როგორც ხედავ საქართველოს, ჩამოაშორე გარეთა პრობლემები და დაინახავ, რომ საქართველო, სადაც არის სხვადასხვა აზროვნების მქონე ადამიანი და თუნდაც პრინციპულად დაპირისპირებული სადღაც რაღაც დონეზე კამათობენ ერთმანეთთან. მე გავა რაღაც პერიოდი და ხალხი ვინც უსმენს, ან იმას ამოირჩევს, ან ამას, რომ ამან მართოს. ამან უკეთიცის ეკონომიკა, ამან უკეთიცის სოფლის მეურნეობა. განათლების რეფორმა ამისი უფრო მომწონს. ეს არის იდეალური სიტუაცია. ასეთი იდეალური სიტუაციის საშუალება იყო საქართველოში. როდესაც პარლამენტში საკმაოდ ისეთი დიდი ნაწილი სკამებისა დაიკავეს ოპოზიციონერებმა. საკმაოდ ძალიან დიდი. ხო, ძალიან დიდი, საკმაოდ და ძალიან ხო, ნუ ხო, მაგრამ უყურეთ რა მოხდა, აი ეს არის თემა. მოხდა ის, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ იქ შემოსვლით დააკლდება საწვავი რევოლუციას. აქედან გამომდინარე, შენ გადაწყვეტილი გაქვს, რომ რევოლუციის გზითია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტში კამათი, შენ მოგიტანს პროგრესულ საქართველოს, სადაც კამათობენ, მიდიან ჭეშმარიტებამდე და ამას მიყვებიან. გარეთ დარჩნენ, იმიტომ რომ რევოლუცია მოეხდინათ. ვინაიდან რევოლუციის ერთ-ერთი სერიოზული თემა იყო ის, რომ არჩევნები გაყალბდა. როგორ უნდა შევიდე პარლამენტში არჩევნები გაყალბდა, იმიტომ თავისთავად ჩაიყენეს ეგ მდგომარეობაში. მეორე თემაა რუსეთის თემა. ხო? შენ საგარეო კურსის შეცვალე. ამაზე შეიძლება პარლამენტში კამათი. მაგრამ არჩევნები აქვს თავარი თემა. ნუ იქაც ორაზროვნება არის, ჩამოვიდა კომპეტენტური დამკვირვებლების მრავალათასიანი არა, მაგრამ 3000 კაცი იყო, ყველა თქვა, რომ სწორად ჩატარდა არჩევნები. ის გამოჟონილმა მელანმა არ გაამართლა. აქედან გამომდინარე, ესენი გარეთ დარჩნენ იმ იმედით, რომ მხარდაჭერა ექნებათ, ფინანსური და პოლიტიკური იმდენი, რომ ამ რევოლუციას მიიყვანენ ლოგიკურ შედეგამდე.
სხვა თემაზე, სხვა თემა არ არის ყველაფერი დაკავშირებულია, მაგრამ ეს არის ძალიან კაფეო კონტურების თემა. და მეორე ახლა იქიდანაც ვიღაც ხო გეგმავს, ფიქრობს რომ აი ამას ბიოგრაფიული მონაცემები მშვენიერი აქვს. გუბას სანიკიძე ავიღოთ მაგალითად. ამ ხელა ეროვნულ პატრიოტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ხო? რომელიც იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლება იცვლებოდა, ამან განაპირობა რაღაც გარკვეული მხარდაჭერა, იმიტომ რომ შერჩევა ეგეთი იყო. გაერთიანდა იქ რაღაცა ეს ხაზგასმულად პატრიოტული ძალები მისი ლიდერია. მოდი ამ ლიდერს თანაც ფული უყვარს. მოდი მოვისყიდით და დღეს ესე ვალაპარაკებთ. ამიტომ ადამიანმა დაიძინა თქვა რომ სააკაშვილი არის ყველამ რო აპატიოს მე ვერ ვაპატიებ და გამორიცხულია ყველამ თელმა მსოფლიომ რომ ხელის გულზე ატარეს მე დაიძინა ესეთი იმითი გაიღვიძა და თქვა რომ აღმოსავლეთ კი არა დასავლეთ ევროპაში და მსოფლიოს ზოგადად ევროპაში სააკაშვილი არის ერთადერთი და განუმეორებელი ლიდერი კარვაჭარბებ ხო იგივე სხვაებიც რა ვინც აქეთ იყვნენ უცებ მეორე მაგრამ გარედან ვინც გეგმავს იმან დაინახა რომ სალომე ზურაბიშვილი ეხლა ხანს პრეზიდენტი იყო 60%-მა აერჩია ხო არის კარგი ინგლისური ფრანგული იქ გაეროს კომისიის თავმჯდომარე იყო ერთი პერიოდი ასეთი ისინი აქ რეგალიები დამსახურებები და ინტელექტუალური ნაწილის ლიდერი შეიძლება გახდეს ხო მე კიდე იქით გადაიხედეს ვინ არის ან კიდე მოდი აი ეს ნაცები რაღაც მოყრჭებული ყავთ ახალგაზრდებს მოდი ახალი ესეთი შევქნათ კი პროკურორი იყო გენერალური მაგრამ მოდი აი ესეთი ფიგურა შევქნათ რა ცოტა ესეთი სათვალეებით ცოტა ესეთი ვარცხნილობით რანაირი ჩანჩურა შარლით ახლოს ახალგაზრდებთან მაგრამ არ დეკა გვარაბია ხო გენერალ პროკურორი ეგ იყო ხო მე სხვათა შორის არა ეგ არ არის უბედურებო მე არა მე სხვა რაღაცა გაწყვეტინებ მაგრამ გითხრა რა მაინც ვიცოდე რომ აი გუშინ ახლა შეძინა და რუსკროლოდი მაგრამ რაღაც ისინი წაგდებდა TikTok-ი და ამ მართალი გითხრა უცდიდია მირანის თემასაც ხო სანამ და ამომიგდო გვარამია საუბრობდა და ძალიან საინტერესო და გულის შემძრელი რაღაცას ამბობს რომ ციხეო ესე კითხება ციხეო იცი როგორი არისო ციხეო თრგუნავს ადამიანს ახლა ეს პირობები კი არ არის ცუდი მაგრამ თვითონო ჩაკეტილიო და იმან უთხრა რომ ხა რა დასამალეო ჩვენ სიტყვასიტყვი დიოდნები მე გაიმახსო რომ არა მე რო გიცნობო შენი ენერგიის პატრონს და გაქან წარმოიდგინე როგორ გაგიჭირდებოდა აი წარმოიდგინე ესეთი სტრესიო ციხეოშიო ახლა მე ვფიქრობდი რომ კარზე რომ მეებან როგორ ეს ესე ექნება არა ხოდა რას ფიქრობდი იცი რომ ალბანდულად ფიქრობდი რომ ეხლა თქო რომ აი რაღაცა რო იყოს აი ისე ამოვდი როგორ იწვერა რომ ეხლა აი სწორედ ესეთი კლასიკური შემთხვევა ძველი ბერძნების დროს რომ ეხლა ზევსმა რო ერთი კაი მეხი ესე იგი უთხრას ან და მეორეა რომ როგორი საინტერესო არის და აი გეტყვა ეს როგორი დამთქმულია და ციხე ყოფილა დამთქმული მე მაგალითად ეს არ ვიცოდი რომ ციხე ის რო იყო მაგრამ მე მეგონა რომ ეხლა ციხესთან ნუ ხა ჩვენ ოჯახს და იმას თავი დავანებოთ ხა ჩოყოლგავლიო და აი ედმონ დანტესში და პირველად ვკითხულობდი ხო იმას როგორ უხარო და იქ გიჯდომა რომ ეგეთი ხო რატო გეუბნები ხა რაც გააგზელე ეს ამბებია ამას სხვა შორის ჩვენ ერთი თემას უშვებთ ეხლა რომ აი გითხრა ხოლმე ჩვენ პირდაპირ არ გვეძლება საშუალება ადამიანს რომ რაღაცები არ მოგეწონოს აი როდესაც აი რაღაცები არ მომწონს როგორც ერთ მოქალაქეს გამოვხატავ რაშიც ვიდა რაღაცები შეიძლება ბევრი მაგრამ როცა ახლა აქედან მეუბნები რომ აი გემი ცოტა ესეთ რო დაწყნარდება გემი ცოტა შეიძლება იქით წავიდეს აი ცოტა აქეთ ამ დასადგურში შევიდეს მაგრამ როცა მეუბნები რომ ახლა უნდა გაუბრუღო ეს გემი და რაც თავარია უნდა გადაყაროთ მე ყველა აქედან აი მის საშუალება არის და რაც ასაკურა აქედან ეშანს იმიტომ რომ რევოლუცია რაც იყო შეკვეთილი ეგ არის თორე აი მაგის ეგ მინდოდა მთავარი დასკვნა ეგ არის ნუ ახლა შეგენით ეგ მოქმედებს ხო ეხლა დამთქმული რა არის იცი რომ გარედან ვიღაცა ამას ხო გეგმავს ხო გეგმავს ზოგი თავისი ავანტყოფური ცხოვრების მანერა აქვს და ადვილი გამოსაყენებელია ამ თემაში
გვარს არ დავასახელებთ, ამაზეც სკანდალი ატყდება, ხო? იქ ვიღაცები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოდი აი საქართველოს ეხლა აი საკვანძო როლს ადრე თუ გვიან მიიღებს რა, აზია ევროპის დამაკავშირებელი თუ არ დაინგრა მსოფლიო, რასაკვირველია. ხო, მოდი აქ ჩვენი ის გჭირდება. ეს გამოდგება ამ თემისთვის, მაგრამ არ იციან. არ გამოდგა. მაგრამ თუ არ გამოდგა, ყოველ შემთხვევაში იმხელა უნდა მოიტანოს ვნება რა იყო. მავნებლობა, იმხელა მავნებლობა ზიანი უნდა შექმნა საქართველოში, რომ ის გახდეს vulnerable მოწყვლადი გახდეს. ხო, ადვილად იყოს დათრევადი. და მუდმივ სტრესში გამყოფოს. ეხლა ციხეზე კარგი ის მოყევი. ანეკდოტია რა ეგ. რასაც ეგ არის. მაგრამ ბოროტი ანეკდოტია, იცი? გასაგებია რა, ამაზე შეიძლება, არა, რას ქვია ხუმრობდა. ადამიანი ამბობდა პირდაპირ, რომ ეს ეხლა სალომე ზურაბიშვილზე იყო ეს ნათქვამი და აი ესეთი უშვერე სიტყვები მე ღია ეთერში არ გამიგია. არც მსოფლიოს არც ერთ ტელევიზიაში, რაც იმან აკადრა სალომე ზურაბიშვილს, ხო? მაგრამ ადამიანი ამბობს ამას, ადამიანი, რომელიც შემოქმედი პირველი ერთ-ერთი პირველთაგანი იმ რეჟიმისა, როდესაც პატიმარს ადამიანს, რომელიც არანაირი ბექგრაუნდით არ არის ციხისთვის. აბავ იმაზე, ასკოჩავ გვამზე, სიცივეში. აი ეს შექმნა და თვითონ რაღაცა ხო ფსიქოლოგიურად ეხლა 4 კედელში რო ხარ ძნელი 4 კედელში ციხეში კი არა სახლში რო ხარ მთელი დღე რო დარჩი ადამიანი რა რომელიც მიჩეული ხარ რომ მუშაობ მინდიხარ მოდიხარ იმისთვის არის დამდგრუნ სახლში რო ხარ სამზარეულოში გახვალ ელბოკრეს შეიწვა ხო ეგ წარმოიდგინეთ ეგ სიტუაცია აი ეს რაც მოვყევით რასაც გადაწვდი გლობალურს, რასაც გადაწვდი თქვათ ფილოსოფიურ დამოკიდებულებებს ადამიანთა შორის, მე რაღაც პრაგმატული და დღევანდელობაზე ვილაპარაკე, მე ერთმანეთში ეს ყველაფერი გადაურიეთ, აი ამ ვითარებაში ვცხოვრობთ და ვიღაცა არის ადამიანი სხვაგან, ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც არაფერი არ გაუგიათ, არც თავის ცხოვრების წესით არის ღირსნი. რომ ჩვენზე საერთოდ ილაპარაკოს და ის გეგმავს იმას როგორ შემოიტანოს შავი ფული და აქ როგორ აგინგრიოს სიტუაცია და ამ შემთხვევაში აი ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ვბედავთ და ვლაპარაკობთ იმაზე რომ იქ რომ პაკისტანმა და ავღანეთმა ერთმანეთს რომ იმას ქნეს დააყარეს პაკისტანი ამ შემთხვევაში მართალი იყო ის ტყვანი იყო რაღაცა იმ ბებეაილიკო და ილარიონივით გამოდის რა რაღაცას იაპონია რას შვება ესენი კიდე უფრო მონაწილეობდნენ ამ სიტუაციაში და აი ამას რო ხედავ და მით უმეტეს ახალგაზრდებზე რამოდენიმეჯერ წავიყვანე თემა იცი ეხლა სტაჟიორები იყვნენ ჩვენთან პარლამენტში და არ ეგზელდება ეგ პრაქტიკა მცირე ხელფასით და აკეთებენ. მე არ ვიცი, შეიძლება ადრე ვიღაცა მიცოდა, ვინც მუდმივად ლექციებს კითხულობს, ვინც მუდმივად ახალგაზრდებთან აკურთებს. ჩემთვის აღმოჩენა იყო, მეც არა ვარ ხე პატარა ბიჭი. ხო, აღმოჩენა იყო ის, რომ ეს ახალგაზრდები ესწრაფვიან კარგი გაგებით მინდა ვთქვა, ესწრაფვიან მენტორს. რომელსაც დამოკიდებული იქნება, რომელიც მას დაიცავს გარკვეულ სიტუაციაში ისეთ ცოდნას და გამოცდილებას მისცემს, რომელიც მას ცხოვრებაში შემდგომ გამოადგება. აქედან გამომდინარე მენტორს, ლექტორს, უფროს თაობას, რამხელა პასუხისგებლობა აქვს ახალგაზრდებზე არასდროს არ დამიშვია, რომ რაღაც ქართული ოცნების მაისური ჩაეცვა ვინმეს, არასოდეს. მაგრამ რეალურად აძლევ აი კრიტიკული აზროვნების საშუალებას და აი ეს დეფიციტი აი ამ თაობაში იმდენად იგრძნობა რომ მე ვფიქრობ რომ ანანაკლები საფრთხის შემცველია ვიდრე საერთოდ გარეშე გამოწვევები ცოდნა აი ეს რეფორმა განათლების რეფორმა სიღრმის რო ჩაიხედო კარგად ერთადერთი გამოსავალია
რომ ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი სწავლის საშუალება ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტად იყვნენ დაშოებულები აი ამ ინტრიგებს პოლიტიკაში როგორ არა უნდა ერკვეოდნენ, მაგრამ აი ამ ინტრიგებს უпростоრეთ იმებს დაშოებული უნდა იყვნენ და იფიქრონ იმაზე, რა კარგია ეს ქვეყანა. როგორ არ არსებობს სხვა ამისთანა. თავის ბევრი რამე წარსულით, აწყოთი, ბუნებით, ისტორიული მემკვიდრეობით და ასე შემდეგ. ამისთვის დრო რო არ დარჩება, აი მაშინ ჩავთვალოთ, რომ ვერც პოდკასტზე ვერ შევიკრიბებით და თუ შევიკრიბებით აზრიც არ ექნება. ეგ არია, სწორედ გეუბნები, რომ აი როცა ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრია ხოლმე და შენ ყოფილი ხარ დისკუსიის ნაკლებობა, გონებრივი დისკუსიის ნაკლებობა, აი დიალექტიკის ნაკლებობა, როდესაც შენ შეუდგები და არის პირდაპირ რაღაცა რო მითხარი, კი არ აი იქნება ესე მოხდეს, კი არა, შენ ხარ და შემთხვევით არ ენერგება ესა. შენ მონახარ და მოღალატე ხარ. აი როდესაც შენ ამბობ, აი ბავშვები ბევრჯერ ახსენე ეძინათ გუშინ ბავშვებს და ნორმალური თუ არა ხარ და ხვადაგი თუ არა ხარ ნერვიულობ, ხა ეს იცი ხო რაც ხდება გვერდზე ეს ახლა კიდევ ერთხელ გავიმარჯვე, ხა მე რეიტყვიან ხა გვაშინე, რას გვაშინე პირველი პირი რო გამოდის, სოფლიოს პირველი პირი და ამობს რომ ცივილიზაციას გავანადგურებ და არ მინდა ესე იყოს, მაგრამ ალბათ ესე იქნებაო. ნუ ცოტათი ხო უნდა დაუშვა ახლა რაღაცნაირად, ესე იგი მე ყველაფერი ვიყავს ეგეთი ექსპერტები რო იციან და მე შლიან, მაგრამ და ამას და ამ დროს შენ რო ამ შის გამოხატავ და იცი რა და ესე თან ემოციი და ბავშვზე შენ არ იცი შახაბასმა რეები ქნა და რაღაცა გეგონება ახლა შენ ის გაწუხებს ახლა და შახაბასის უსწორებს ანგარის ხო ვითომ ახლა გატალები რა თან ახლა ვითომ შახაბასი გადარდებს ახლა შენ და ვითომ საერთოდ ეგეთი აქმით ის არის ეგ და ახლა ახალი შახაბასის მოყვანა უნდათ ხო ხო ესე იგი შეთუშ აი ეგეთი სიტუაცია ახლა ეგრე შეგიძლია აი ეს ერთი არის თქვის იგივე აი შიგნით ეს ჭრის შემოგარგო ჭრის ჩვენ აი უშინათ ლაპარაკობთ და როდეს არ ჭრის იმიტომ რომ სხვადასხვის ახლა შეტრიალდება და ეტყვია არა ვარ დემოკრატიის წინააღმდეგ ან მეკითხება დემოკრატიას მაგრამ ამას ამოვდე ძვლა დემოკრატიის ამბავი რა არის და საფრთხე ყველა ვიცით რომ სწორედ არის რომ დიდი საფრთხე ეს არის მუდმივად აი მოსდევს რომ ხო წამალს ვაწერია ეს ამაზე უხდება ვიც უხდება, მაგრამ შეიძლება გაწყინოს თირკმელზე და დემოკრატიას აქვს, რომ აქ ხშირად ისეთი ადამიანები ყელყელაობენ და ისეთ მოდიან, რომელიც სასარგებლოს კი არ ამობენ, არამედ მოსაწოს და მოსახიბლოს ამობენ, რომელიც აი გეუბნება რა კარგია, იქიდან გადახტი ახლა. აი ახლა ის აი ახლა რამდენი აი ახლა დროს არის, აი ახლა დრო არის და ქართულო ხმარი ხალხსიკარა ახლა უკრაინა რომელიც აბა ახლა საცრაფოთ არის აბა ახლა ჩვენ აფხაზი ფანჯარა არის ღია კარებია ღია აბა რატო რაციონალური აზრის თქვეს იცი მაგრამ არ გაუვიდათ რა მაინც ემოციაზე დაბრუნდა ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპონენტების გუნდი რაციონალური აზრი რა იყო იცი ამ დაპირისპირებაში ჩვენ იმ ხარეს უნდა დავდგეთ რომელიც ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და გამარჯვებულთა შორის უნდა აღმოჩნდეთ ამ დროს ვისთან დადგომასაც აპირებს შენ ის არ გიყურებს როგორც ერთ-ერთ თანასწორ ქვედანაყოფს ის გიყურებს ერთ-ერთს რომელიც უნდა ხო შესაწირი იყოს იმისათვის რათა თვითონ უპირატესობა მოიპოვოს არ გიყურებს როგორც აზერბაიჯანე ხორცი თუ შესაწერი ფიგურა ხარ აქედან გამომდინარე ამან არ გაამართლა უცებ დაიჭირეს ეგ იმან თორე ისე რომ ვიღაცის ქვეშ უნდა იყო და ეს გადაგარჩენს ეგრე იყო რატო არა ზოგი სპარსეთის ქვეშ იყო და ზოგი თურქეთის ქვეშ ზოგი მუდმივად ომობდა ზოგი შეეწირა ზოგი წავიდა და თავი მოაკლევინა რა ასე რომ აქ ისტორიული გამოცდილებაც დეფიციტია ცოდნის კი არა კარგად აი ჩამჯდარი მომეცადინე ხალხი და არის ცნობს კარგად წყაროებს თუნდაც ისე როგორც თქვათ შენ არა ოპტიმისტური სიტყვის დრო მოვიდა ოპტიმისტური სიტყვის დრო მოვიდა ხო და ეგ შეჯამება სურო კარგად იცოდე სურო ყველაფერი კარგად იცოდე მაშინაც არის უზარმაზარი რისკი რომ შეუძლებელია ჩვენ აქ ვიცოდე და რას ვამბობ შიგნით მეც უბრალოდ ისე ვარ ავითარი ყალბი ერთიანობა და სიტუაცია მაგრამ რაღაც გარკვეული აი რა მიდოდა რომ კარგად წყვეტილებდა 2008-ში
ოპოზიცია მონიტორინგი გამოაცხადა და ჩვენ გუშინ მაგალითად აი ნაკლები საფრთხის წინაშე არ ვიდექით პოტენციურად, ვიდრე 2008-ში ვიდექით აქ. ეხლა შეიძლება თუ ეხლა თქვა დაერთადებით მითხრა რომ გვეშლება და 80%-ით იყო და არა 100% დუგეშინია, მაგრამ ეხლა ეს გუშინ ჩვენ ძალიან ძიმეთ ამბავის წინაშე ვიდექით, ეხლა დღეს ხუგუში ხوار დაზაფრავდი ხალხს თავებს ვერ შველოდით, თორე დღეს მაგალითად უკვე შეიძლება უფრო თავისუფლად ლაპარაკი რა გადავიტანეთ, ხო? რეალურად და რა ხიფაც ეხლა ეს ხომ ანჩეგულა გითხრა ესე პოლიტიკურად. ხო მაგარ რაღაცას გავსკეთ, ხო? და ოპტიმისტური გრაცების თემა ვიცი რა არის ერთი ოპტიმისტური დასკვნა რომელიც შეიძლება ლამაზად არ გამოიყურება. საფრთხე გვაერთიანებს საზოგადოებას. ერთი საკითხი. მეორე რაც არ უნდა ებრძოლონ, იმას ვერ მოუგებენ, რომ თუნდაც პატრიარქის დაკრძალვაზე და იმ დღეებში, ტრაურის დღეებში და ეს დღეები გრძელდება და ვერ შეხვალ რა თუ დრო არ გაქვს სიონში ახლაც ვერ შეხვალ, ხო? ეს მარტო ის კი არ არის, რომ ქედის მოხრა იმ ადამიანის იმ დიდი ფიგურის მიმართ როგორც რელიგიური მოღვაწის, ასევე სამოქალაქო მოღვაწის მიმართ, რომელსაც წარმოადგენდა პატრიარქი. ეს ასევე განცდა ერთობის და განცდა რაღაცა თავდადება შეცნობილი თუ შეუცნობელი შენი ქვეყნის მიმართ პატრიოტიზმის და ამ უშველებელი რაოდენობა ახალგაზრდების, რომელიც ვიხილეთ. პატარებიც ახლა შეუგნებლად მოდიან, მაგრამ ის ოჯახი ხო ეს ბდის, რომ ის პატარაც გახდეს ის, რომელსაც ჩაკრულოს რომ მოისმეს დაბურძგლავს, არა, მაგიტო არიან ესენი. აქედან გამომდინარე ამ ერს გადაშენება არ ემუქრება და გადარჩება ყოველთვის. და აი ამან სამწუხარო რაც არის კეთილი ნოტა არ არის ეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ ამან კი არ გაერთიანა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, განდგომილი ნაწილი ძირითად ენერგიასთან, რომელიც ქვეყანას ახასიათებს. არამედ დაბოღმა, ისტერიკაში ჩააგდო. და ეხლა კიდე ახალ გზებს ეძებენ, ეს როგორ შეარყიონ, ვერ შეარყევ. არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არსებობს ის ინტელექტუალური, კულტურული რესურსი, რომელიც არ მისცემს საშუალებას გარემოებებს არ მისცემს საშუალებას, რომ დაანგრიოს ეს ქვეყანა. კი ბატონო, ჩვენ ახლა ამ მდგომას გილოცავთ და ოპტიმიზმი ხა გუშინ ჩვენ პატარა მე შეიძლება არ მგონია რომ ვაჭარებ არავე ესეთი, ჩვენ შეიძლება ახლა მზადებაში ყოფილიყავით დიდი რაოდენობით ტოლულების მისაღებად, ეს კაი შემთხვევაში, აი ახლა კი არ მჯდარიყავით და შეიძლება ეს ყოფილიყო, მაგრამ ვერტმარ აქ. კი ბატონო. მოკლედ იგი არც მინდა იცი, მაგრამ ეს ცალკე გადაცემის თემაა, ალბათ რაღაცა ჩაიარო, არა ოპტიმიზმურს ვავდო, ჩაიარა და ღმერთ ფაქტას რომ ორი კვირის მერე და სხვა შორის ჰაერზე არ არის და ბოლო ის ნახე აქ რომ შემოდიოდი ტრამპის გაცხადება რომ ჩვენო დიდ მაგარ მოვილაბა დიდ ირან და დიდო მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ. კი ბატონო. მოკლედ დამდეგ აღდგომას გილოცავთ მართლა, მე ჩვენს მაყურებელს ულოცავ, იმიტომ რომ მართლა დიდი დღესასწაული გვიახლოვდება და ამ დღესასწაულის მადლით იყოს მშვიდობა და სიკეთე ჩვენს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. გაიხარეთ. აღდგომას და სიცოცხლის და სიყვარულის დღესასწაული ყოფილიყოს საქართველოში. ამინ. გაიხარეთ. აბა დროებით, მადლობა სტუმრობისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ, შევხვდებით ერთმანეთს შემდგომ პოდკასტისას.